მოგისმენთ და ვფიქრობ თქვენი მადლობა გიგი უგულავასაც მართებს. იმდენი კითხვა და კომენტარი მიიღო მან Facebook-ზე, ჩვენს გვერდზე, რომლებზეც პასუხს ახლა ეცდება ჩვენს რუბრიკაში ეკონომიკური არჩევნები. გიგი უგულავა თავის საარჩევნო შტაბიდან ახლა ამ წუთებში პირდაპირ ეთერში გვერდება. დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს რუბრიკაში. აქვე უნდა გთხოვოთ რომ ძალიან ბევრი იყო და ეს მოსალოდნელიც იყო კონკრეტული შეკითხვები რაღაც კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რჩევები, სურვილები და მე გთხოვდით რომ Facebook-ზე, ბიზნეს კურიერის გვერდზე თუ მოიცლით რომ ნახოთ ეს თქვათ მაყურებლის კონტაქტი და ცდილობა თქვენთან დაკავშირების და ეხლა დანარჩენი კითხვები ეკონომიკური სახის ჩვენ ორ ჯგუფად დავახარისხეთ. ერთი ეხება უშუალოდ რაც არის მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, რაც იგივეა, რაც დასაქმება და რაც იგივეა IAPI სესხების პროგრამა. აი გაგრძელდება, გაფართოვდება თუ არა ეს პროგრამა და როდის რამდენად? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ძალიან საინტერესოა და მევესალმები მას რომ დიდი აქტიურობა იყო Facebook-ზე და ჩვენ ამ დარჩენილი პერიოდის არა მარტო წინა საარჩევნო, არამედ მერეც თუ შესაძლებლობა იქნება შევეცდები მაქსიმალურად გამოწვდეთ, გავცეთ პასუხები იმ შეკითხვებს, რომელიც თბილისელებს აინტერესებს. რა თქმა უნდა, მთავარი პრობლემა იგივე იქნება Facebook-იდან შემოსულ შეკითხვებზე ელექტრონულად თუ წერილებით გადმოცემული, ისევ და ისევ მაინც რჩება დასაქმების საკითხები, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველა პრობლემა ისევ დასაქმებას უკავშირდება და სწორედ ეს არის, რასაც გულისხმობთ, რომ ყველაზე კარგი სოციალური პროგრამა არის ისევ და ისევ დასაქმება. თუმცა ამავდროულად ჩვენ და სწორედ ეს არის საფუძველი იმ პროგრამებისა, რომელსაც ჩვენ აქამდე ვახორციელებდით, ან ვაპირებთ განვახორციელოთ. ეს არის ერთი მსხვილი პროგრამა დაიწყე ბიზნესი თბილისის მერიის მხარდაჭერით, რომელიც ბოლო წლებია ხორციელდება და რომლის საშუალებითაც ძირითადად მცირე მეწარმეებმა ძალიან ბევრმა მცირე მეწარმემ დაიწყო ან გააფართოვა თავის საქმიანობა. ეს არის ძირითადად იქნება საწყობი, ხელსაქმე თუ ნებისმიერი სხვა რამ, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემად რჩება, რაც სწორედ არის ჩემი ერთ-ერთი წინასაარჩევნო საკითხიც, რომელიც სწორედ მოქალაქეებიდან წამოსული თემა, ეს არის საქმის წარმოების გამარტივება. მოგეხსენებათ, ჩვენ ბოლო წლებში საგადასახადო ლიბერალიზაციის მიმართულებით მოძრაობთ, თუმცა ამავდროულად გარკვეულწილად არის აუცილებელი დიფერენცირება, როდესაც 5 და 10,000 არის უკაცრავად. ეს იყო მეორე კითხვა. პირველ კითხვაზე ჯერ პასუხი მოისმენთ. შენარჩუნდება თუ არა ეს პროგრამა, რაც თქვენ თბილისთან ერთად დავიწყოთ შენარჩუნდება. ჩვენ ასევე დღეს გვქონდა პრეზენტაცია პროგრამისა ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე, რომელიც გარდა იმ ეკონომიკური და დასაქმებაზე ორიენტირებული პროგრამისა ასევე ითვალისწინებს ძველი თბილისის რეაბილიტაციასაც და ჩვენ ასევე გვინდა ამ პროგრამის ფარგლებში, ამ დაიწყე ბიზნეს თბილისის მერიის მხარდაჭერით, ამ პროგრამის ფარგლებში იქ, სადაც რეაბილიტაცია, რესტავრაცია მოხდა და ცხოვრობენ ჩვენი თანამოქალაქე თბილისელები, მათ ჰქონდეთ ბიზნესის გაკეთების შესაძლებლობას, ანუ ეს იქნება გესტჰაუსები, პატარა სასტუმროები თუ სხვადასხვა მიმართულებით, იმისათვის რომ ძველი თბილისი სხვა შედეგთან ერთად ეს დასაქმებასაც უზრუნველყოფს. ამაზე საუბრობთ. ეს როდესაც საუბრობთ ამაზე, ჩვენთვის მთავარი ძველი ჩინური გამოთქმა არსებობს, რომ ქალაქს ქმნის ხალხი და არა კედლები. რაც არ უნდა ჩვენ ვისაუბროთ რესტავრაციაზე, რეაბილიტაციაზე, გამაგრებაზე, ეს ყველაფერი თავისთავად კარგია, მაგრამ ეს ყველაფერი არის წინაპირობა და კარგი საფუძველი იმისა, რომ იქ მაცხოვრებელი ადამიანი იქნება თუ ზოგადად დასაქმებისთვის აუცილებელი. რაც შეეხება გადასახადებს, ამაზეც იყო კონკრეტული კითხვა, იმიტომ რომ ახსოვს მაყურებელს თქვენი ინიციატივა ერთ-ერთ შეხვედრაზე გააჟღერეთ, რომ მცირე მეწარმეებს სჭირდებათ დიფერენცირებული ან ფიქსირებული ან განსხვავებული ან უფრო მარტივი გადასახადები, ვიდრე უფრო საშუალო და მსხვილ ბიზნესს. აი ეს დაპირება შესრულდება თუ არა, როდის რამდენად რთულია? მოგახსენებთ, მე ნამდვილად არ მინდა მივცე თბილისელებს ისეთი დაპირება, რომლის შესრულება შეუძლებელი იქნება. მე ჩემი დაპირებები ყოველთვის ეფუძნება იმ რეალიზმის განცდას, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ წინასაარჩევნო ესე ვთქვათ დაპირება არ გადაიჩეხოს
რაღაც გაუგება დაუსაბუთებელ, ასე ვთქვათ, ციფრებში, რაც ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია. ჩვენ მე პირიქით მივესალმები იმ ფაქტს, რომ ეს პირველი არჩევნებია, როდესაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა კონკურენტებისაგან მოვისმინოთ და თბილისელებმა მოისმინონ კონკრეტული პროგრამა, ეს აქამდე არ ყოფილა, თუმცა ამას ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი პროგრამა სრულად დაუსაბუთებელია, თითოეული კანდიდატი რომ ავიღოთ და დავაჯამოთ მათი, ასე ვთქვათ, შეპირებები, დაპირებები თბილისელებს, დაახლოებით თბილისის ბიუჯეტი 1.3 მილიარდი მაინც უნდა იყოს, რასაც მე მივესალმებოდი, უბრალოდ ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ 4-5 წლის შემდეგ. ისეთ ინტენსიური მუშაობით თუ ჩვენ მუშაობების პრობლემას მოვაგვარებთ. რაც შეეხება იმ საკითხს, გეთანხმებით, ეს არის ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი, იმიტომ რომ მაგალითად დღეს ვთქვათ 10 ან 20.000 ლარის ბრუნის მქონე ინდივიდუალური მეწარმე იქნება თუ კომპანია, წლიურ ბრუნვას გულისხმობ და 200 მილიონიანი ბრუნის მქონე კომპანიას ერთი და იგივე საქმის წარმოების ვალდებულება აქვს. ამიტომ ბუნებრივია სრულად შეუგნებლად და არაუნებლიეთ შეიძლება ეს ადამიანი ამ საბუღალტრო გაუგებრობის და ამ ლაბირინტების მსხვერპლი გახდეს, დაჯარიმდეს, შემდეგ დაილუქოს და ეს პრობლემები ძალიან მტკივნეულად აისახება ჩვენ დასაქმების ბაზარზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი ესე შეიძლება პირიქით დაიკარგოს. ამავდროულად მინდა ასევე აღვნიშნო, რომ მე არ გულისხმობ ფიქსირებულ გადასახადს, იმიტომ რომ მიმაჩნია ფიქსირებული გადასახადი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ამავდროულად არ არის სამართლიანი. ანუ ჩვენ თუ ერთი სისტემა, რომელიც უსამართლოა და იმას ვებძვით, არ უნდა შევცვალოთ მეორე არანაკლებ მანკიერი და უსამართლო სისტემით და ავხსნი მარტივად. როდესაც ერთი საცხობი გამოაცხობს და გაყიდის 25 პურს და მეორე საცხობი გაყიდის 5 პურს, არ შეიძლება მათ ერთი იგივე გადასახადი გადაახტევინო. ანუ ფიქსირებული ნიშნავს სწორედ ამას. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ყველაზე პატარას მოიქცე ყველაზე უსამართლოდ. ამიტომ კანონი სწორედ სამართლიანად უნდა ექცეოდეს პირველ რიგში და იცავდეს ყველაზე პატარას. ამიტომ როდესაც მე გულისხმობ და თქვენ რამდენჯერმე ამასთან დაკავშირებით გაშუქებულა კიდეც ბიზნეს კურიერში მე ვადევნებდი ხოლმე თვალყურს. აქ არის საუბარი გამარტივებაზე, რომ მათ ანუ ასეთი მცირე სუბიექტებს არ ქონდეთ ვალდებულება იმ რთული ბუღალტერიის წარმოების, რაც მენდეთ არის საკმაოდ დიდი რეზერვი. ანუ იყოს მათთვის კომფორტული აწარმოონ ბიზნესი და იმავდროულად გადაუხადონ თავისი წილი სახელმწიფოს. ძალიან მარტივი, იმიტომ რომ არავინ არ ამბობს იმას, რომ გადასახადი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ გადასახადი არის საფუძველი იმისა, რომ ჩვენ პენსიები გავზარდოთ, ჯანდაცვას, განათლებას, უსაფრთხოებას მივხვდეთ, რაც ასევე აუცილებელია იმისათვის, რომ შემდეგ ისევ სამუშაო ადგილებში ვის კონვერტაცია მოხდეს ამაში, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის აუცილებელი და მე უპირატესობა ჩემი სწორედ მე მიმაჩნია არის ეს, რომ როდესაც საუბრობენ სხვადასხვა კანდიდატები, რა თქმა უნდა მე ამ შემთხვევაში წარმოადგენ ნაციონალურ მოძრაობას და მე უფრო მეტი რესურსი მაქვს ჩემს კოლეგებთან პარლამენტში ვიმუშაო, რომ ეს პრობლემა გადავწყვიტოთ მცირე მეწარმეების. ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ ამ ინფორმაციის